გამარჯობა, მოგესალმებით. მე ირაკლი ვარ არაბული, სურსათის უვნებლობის სპეციალისტი. თქვენ იმყოფებით ჩემს YouTube არხზე და დღეს გვექნება მორიგი ვიდეო სურსათზე და სურსათის უვნებლობაზე. იქამდე სანამ ყურებას დაიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს. დაგვიწეროთ კომენტარებში თუ რა პროდუქტებზე და რა თემებზე გსურთ უფრო ვრცელი ინფორმაციის მიღება. დღევანდელი ჩვენი ვიდეო შეეხება ორ ძალიან პოპულარულ პროდუქტს, რომელიც არის კარაქი და სპრედი. დღევანდელ ვიდეოში ძალიან გთხოვთ უყუროთ ბოლომდე, რადგან დღევანდელ ვიდეოში ნახავთ დეტალურ ახსნას თუ რა პროდუქტია თითოეული, რამდენად საშიშია სპრედები და რამდენად აქვს თუ არა საფრთხე ასევე კარაქს, ამიტომ დარჩით ვიდეოს ბოლომდე უყურეთ და ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ ამ პროდუქტებთან და მათ უვნებლობასთან დაკავშირებით. ჩვენი ყოველდღიური არჩევანი ხშირად გააზრებული არ არის და ეს მოდის ჩვევიდან და მიჩვეულები ვართ სხვადასხვა პროდუქტებს და რეალურად შესაძლებელია საერთოდ არც ვიცოდეთ თუ მართლა რა პროდუქტი არის ეს და რისთვის ვიყენებთ მას. დღევანდელი ჩვენი ვიდეო, როგორც გითხარით, შეეხება კარაქს და სპრედს. კარაქი ერთ-ერთი უძველესი საკვები პროდუქტია. ადამიანმა ის ათასობით წლის წინ მოიგონა, როდესაც მიხვდა, რომ ძის შედღვების შედეგად ცხიმი ზემოთ ამოდიოდა. უძველეს ინდოეთში, მესოპოტამიაში და ევროპაში კარაქი არა მხოლოდ საკვები იყო, არამედ ენერგიის წყარო და სიმდიდრის სიმბოლო. ზოგ კულტურაში წმინდა პროდუქტიც. მისი რეცეპტი საუკუნეების განმავლობაში არ შეცვლია. ძე, ცხიმი და კარაქი. კარაქი საკმაოდ პოპულარული პროდუქტია დღეს ბაზარზე და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის თუ რა პროდუქტს შეიძლება ეწოდოს კარაქი და რა შეიძლება იყოს კარაქი და რა იყოს სხვა ჰიდროგენიზაციის შედეგად მიღებული სხვადასხვა მცენარეული ცხიმები. ისევე როგორც სხვა ძის პროდუქტები, საქართველოს მთავრობის 152 დადგენილებაში ტექნიკურ რეგლამენტში ხვდებით კარაქის განმარტებას და იმას თუ რა პროდუქტს შეიძლება ეწოდოს კარაქი. კარაქი ტრადიციული გვაქვს ერთ-ერთი ესეთი განმარტება, რის მიხედვითაც კარაქი ტრადიციული ნაღების 152 ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით უნდა იყოს მიღებული პასტერიზებული ნაღებისგან. კარაქი 152 დადგენილებაში მისი განმარტებას ვკითხულობთ შემდეგნაირად. ემულსიის ტიპის ძის ნაწარმი, რომელიც მიიღება მხოლოდ ძროხის ძისგან ან ძროხის ძისგან მიღებული პროდუქტების შედეგად. ნამდვილი კარაქი, ნაღებისგან წარმოებული კარაქი უნდა შეიცავდეს 82%-ზე მეტ ცხოველურ ცხიმს, შესაბამისად უნდა შეიცავდეს ასევე წყალს და სრული შემთხვევაში და ხშირად შეიცავს მარილს. სხვა მეტი ინგრედიენტი მას არ უნდა ჰქონდეს შემადგენლობაში და აუცილებლად უნდა იყოს დამზადებული ნაღებისგან. ანუ მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში დავაკვირდეთ ეტიკეტს და არა კონსისტენციას, იმიტომ რომ კონსისტენციით შეფუთვითაც სხვა პროდუქტები, რომელიც არის მცენარეული ცხიმები, ჰიდროგენიზაციის შედეგად მიღებული, ვიზუალურად შესაძლებელია გავდეს კარაქს. ამიტომ კარაქის შემადგენლობას უნდა დავაკვირდეთ, ის უნდა იყოს მიღებული მხოლოდ ნაღებისგან, ცხიმიანობა უნდა ჰქონდეს მინიმუმ 82% და უნდა შეიცავდეს რამდენიმე ინგრედიენტს და შესაძლებელია ჰქონდეს დამატებული მარილი. თუ მარილი აქვს დამატებული ნაღების კარაქს, მათ ეტიკეტზე აუცილებლად უნდა ჰქონდეს წარწერა, რომ ეს კარაქი არის მარილიანი. ასევე ბაზარზე გვხვდება მეორე ძალიან პოპულარული პროდუქტი, რომელიც არის სპრედი და ხშირ შემთხვევაში მომხმარებლებს სწორედ ერევათ და გონიათ, რომ სპრედის შეძენის შემთხვევაში ისინი კარაქს მიირთმევენ. ხშირ შემთხვევაში არ აკვირდებიან ეტიკეტს, მის შემადგენლობაში, მის დასახელებას, რადგან ერთნაირი ფორმის, ერთნაირი კონსისტენციით და გემოთი მიმსგავსებული პროდუქტი, როგორიც არის სპრედი, ხშირ შემთხვევაში გონიათ ეს კარაქი, მაგრამ ეს ასე არ არის. სპრედი არის ისეთი პროდუქტი, რომელიც მიიღება სხვადასხვა მცენარეული ცხიმებისგან, მათ შორის ჰიდროგენიზაციის შედეგად მიღებული მცენარეული ცხიმებისგან, ანუ ჰიდროგენიზაცია არის პროცესი, როდესაც მცენარეულ ცხიმებში, ამ თხევად ცხიმში ემატება წყალბადის ატომები, რა დროსაც ცხიმი მყარდება და მიიღება სხვადასხვა მყარი მცენარეული ცხიმები, როგორც არის მაგალითად სპრედი, როგორიც არის მაგალითად მარგარინი. ახლა გადავიდეთ სპრედზე და მის ისტორიაზე.
სპრედი არ არის უძველესი პროდუქტი. ის დაახლოებით მე-20 საუკუნიდან გამოჩნდა მსოფლიოში. პირველი მცენარეული ცხიმზე დაფუძნებული შემცველები მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა, როცა ევროპასა და ამერიკაში კარაქი ძვირი გახდა და დეფიციტი შეიქმნა. განსაკუთრებით ომების პერიოდში, როცა საჭირო იყო იაფი და ხანგრძლივი შესანახი მასობრივი პროდუქტი ყოფილიყო. ანუ როგორც თქვით, მე-19 საუკუნიდან და მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან და მე-20 საუკუნის დასაწყისში, სწორედ ამ პერიოდიდან გაჩნდა, ასე ვთქვათ, გამოყენებაში და შეიქმნა სპრედი. სპრედი ეს უკვე, როგორც აღნიშნეთ, არის ჰიდროგენიზაციის შედეგად მიღებული პროდუქტი. მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის გამოჩნდა ისეთი ტერმინები, როგორიც არის ჰიდროგენიზაცია და გაჩნდა ამ პროდუქტში ისეთი დანამატები, როგორიც არის ემულგატორები და სტაბილიზატორები, რომ პროდუქტი ყოფილიყო ისეთი ფორმით, როგორიც დღეს გვხვდება. რა არის სპრედის მთავარი დანიშნულება, რის გამოც დღეს ბაზარზე საკმაოდ პოპულარული პროდუქტია? ეს არის მისი CAP, საკმაოდ იაფი ღირს ეს პროდუქტი, ეს არის მისი დიდი ხნის განმავლობაში შენახვა და ის რომ ხშირ შემთხვევაში მომხმარებლები ტყუდებიან და გონიათ რომ კარაქი შეიძინეს და რეალურად მათ შეიძინეს სპრედი. რატომ არის პოპულარული ეს პროდუქტი? კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, რომ ეს არის CAP, მისი ინდუსტრიული გამოყენება, იმიტომ რომ ინდუსტრიაში საკმაოდ ხშირად გამოიყენება კარაქის შემცვლელად, ანუ როდესაც მაგალითად სურს წარმოებელს, რომ პროდუქტი იაფი იყოს, იყენებს კარაქის ნაცვლად სპრედს, შესაბამისად ეს პროდუქტის ფასზეც მოქმედებს და შესაბამისად ეს პროდუქტი საკმაოდ პოპულარულია როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში. მოდით ახლა ვისაუბროთ სპრედის უნებლობაზე და იმ საფრთხეებზე, რაც დაკავშირებულია მასთან. როგორც აღნიშნეთ, სპრედი არის სხვადასხვა მცენარეული ცხიმის მყარად გადაქცევის შედეგად მიღებული პროდუქტი, რომელიც გავს მხოლოდ კარაქს. მაგრამ არსებობს მასში საფრთხე, რომელიც არის ტრანსცხიმები, რომელიც საკმაოდ საშიში ადამიანის ორგანიზმისთვის შეუძლია გულსის ხსარხთა დაავადების მაპროვოცირებელი გახდეს. ამიტომ თუ პროდუქტის შემადგენლობაში, რომელიც მიღებულია სხვადასხვა მცენარეებისგან და ჰიდროგენიზაციის შედეგად არის მიღებული, ხვდებით წარწერას, რომ ეს არის ნაწილობრივ ჰიდროგენიზირებული ცხიმი, ამ შემთხვევაში რისკი არის მაღალი, რომ ტრანსცხიმებს შეიცავდეს, ამიტომ ესეთ პროდუქტს უნდა მოვერიდოთ. სპრედები და მარგარინები ყოველთვის არ შეიცავენ ტრანსცხიმებს. ტრანსცხიმები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც დარღვეულია ტექნოლოგიური პროცესი და შესაბამისად თუ პროდუქტზე ხვდებით წარწერას, რომ ეს არის ნაწილობრივ ჰიდროგენიზირებული ზეთების შედეგად მიღებული პროდუქტი, ამ შემთხვევაში რისკი საკმაოდ მაღალია. საერთო ჯამშიც რომ თქვათ, ჯობს მოვერიდოთ ისეთ პროდუქტებს, სადაც რაიმე საფრთხე არსებობს და ეს საფრთხე შედარებით მაღალია და მივიღოთ ისეთი პროდუქტი, რომელშიც საფრთხე შედარებით ნაკლები არსებობს. დღესდღეობით მსოფლიოში არ არსებობს ნულოვანი რისკის მატარებელი სურსათი და არ არსებობს ისეთი სურსათი, რომელსაც გარკვეული საფრთხე არ აქვს. თავარია ეს საფრთხე მომხმარებელმა ვიცოდეთ და შესაბამისად გამოვიყენოთ ეს პროდუქტი და მივირთვათ ისე, რომ ამ საფრთხემ არ იმოქმედოს ჩვენს ჯანმრთელობაზე. სპრედების შემთხვევაშიც იგივენაირად არის. ვეცადოთ, რომ საერთოდ არ გამოვიყენოთ, რადგან ჩვენ თუ გსურს კარაქის მირთმევა, კარაქის შემცვლელის მირთმევა, ის ჩვენს ჯანმრთელობას არ წაადგება, რადგან ის სასარგებლო კომპონენტები, რაც შეიძლება ქონდეს კარაქს, სპრედს ეს კომპონენტები არ ექნება. მოვერიდოთ ისეთ პროდუქტს, რომელსაც აწერია ნაწილობრივ ჰიდროგენიზირებული ცხიმი, რადგან ამ შემთხვევაში ტრანსცხიმების რაოდენობა შესაძლებელია უფრო მაღალი იყოს. საქართველოს მთავრობის 2016 წლის ნომერ 262 დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ ტრანსცხიმების დასაშვები რაოდენობა
100 გრამ პროდუქტში შესაძლებელია იყოს 2 გრამი. ეს 2 გრამი მიჩნეულია უუნებელ რაოდენობად, რა შემთხვევაშიც ეს ტრანსქიმები ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის. მაგრამ ჩვილ ბავშვთა კვებაში და ადრეული ასაკის სკოლამდელი ბავშვების შემთხვევაში საერთოდ არ არის რეკომენდირებული გამოყენებული იქნას ისეთი ცხიმები, სადაც არსებობს ტრანსქიმების არსებობის რისკი. ამიტომ მოვერიდოთ ბავშვებისთვის ისეთი პროდუქტების მირთმევას, როგორი პროდუქტების დამზადებულია ჰიდროგენიზაციის შედეგად და ეტიკეტში ვკითხულობთ, რომ ეს მიღებულია ნაწილობრივ ჰიდროგენიზირებული ზეთების. ამ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ ტრანსქიმები უფრო მეტი რაოდენობით არსებობს. დღესდღეობით თანამედროვე კვების ინდუსტრიაში დახვეწილი არის, ასე ვთქვათ, სპრედების წარმოების მეთოდი, ვიდრე გასული საუკუნეებთან შედარებით, რადგან გასულ საუკუნეში უფრო ხშირად არსებობდა და ხშირად იყო ფაქტები იმის, რომ სპრედები შეიცხავდნენ დიდი რაოდენობით ტრანსქიმებს. შარშან ერთ-ერთმა ორგანიზაციამ საქართველოში ჩაატარა ქართულ ბაზარზე არსებული სპრედების გამოკვლევა ტრანსქიმების რაოდენობაზე და 40 აღებული ნიმუშიდან მხოლოდ 2 ნიმუში დაფიქსირდა ტრანსქიმების რაოდენობა იმაზე მეტი, ვიდრე 262 დადგენილებით არის მოცემული, ანუ 100 გრამში 2 გრამი არის დაშვება. 2 გრამის ზევით უკვე არ შეიძლება იყოს პროდუქტში ტრანსქიმები და ეს უკვე მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობით. ანუ კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ და კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, სპრედები ყოველთვის არ შეიცავენ ტრანსქიმებს. ტრანსქიმები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ჰიდროგენიზაციის პროცესი, ანუ თხევადი ცხიმის მყარად გადაქცევის პროცესის დროს არის ტექნოლოგიური პროცესი დარღვეული, ან ნაწილობრივ ხდება ცხიმის ჰიდროგენიზაცია. ამ პროცესში წარმოიქმნება სწორედ ტრანსქიმები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ ტრანსქიმების რაოდენობა მაქსიმალურად უნდა შემცირდეს და უნდა იყოს მიყვანილი ნულამდე. მსოფლიოში სპრედების გამოყენება მიღებული პრაქტიკა არის. ამ შემთხვევაში მთავარია ის, რომ მომხმარებელს მიეწოდოს სწორი ინფორმაცია და ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის საშუალება, ხოლო ისეთი პროდუქტები, რომელიც შესაძლებელია შეიცავდეს ტრანსქიმებს და ჰიდროგენიზაციის პროცესი იყოს ნაწილობრივ, რა მომენტში შესაძლებელია იყოს წარმოქმნილი ტრანსქიმები, ასეთი პროდუქტები არ უნდა გამოვიყენოთ. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო და თქვენთვის ინფორმაციული იყო. თუ გსურთ ასეთი ვიდეოები გაგრძელდეს, ძალიან გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაალაიქოთ ეს ვიდეო და ჩართოთ ზარისღილაკი. ასევე კომენტარებში დაგვიწეროთ ის თემები, რაზეც გსურთ უფრო სიღრმისეული ინფორმაციის მიღება და დაელოდოთ შემდეგ ვიდეოს. ხოლო სურსათის უვნებლობის შესახებ კონსულტაციისთვის, ჰასპის სისტემის დანერგვისთვის და თანამშრომლების ტრენინგისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომრებზე.